მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა რომ გამოწერილეთ ჩემი იმისთვის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მშვენთ გაგეცნობით მე ვარ კატო. გავაკეთეთ ესეთი პატარა მინი გასვლა რა ნაბიჯს გააკეთეს პარტნიორი უახლოეს პერიოდში. ნახოთ რა ურთიერთობაზეა საუბარი, ვინ მოვა ჩვენთან სასაუბროთ და მერე ნახოთ რა ნაბიჯს გააკეთებს უახლოეს პერიოდში. ვინ არის რა ურთიერთობა? ურთიერთობას ვიტყვი რომ ეს არის ურთიერთობა, სადაც ორი ადამიანი არსებობს, აქვთ კომუნიკაცია, აქვთ მიმოწერა, აქვთ კავშირი, ჩვეულებრივად შეხვედრები, გეგმები და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ურთიერთობა, უბრალოდ სადაც ყველაფერი რიგზეა თითქოს, ხო? არც არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რაღაცას შესაშინებელი მდგომარეობა, მაგრამ ეს არის სიტუაცია, როდესაც ნახეთ, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი წესიერ რიგში მიდის, შეხვედრებიც აგვაქვს, ურთიერთობაც აგვაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცა ბოლომდე არ ვართ ხო დარწმუნებულები, ან უბრალოდ ბოლომდე არ ვიცით რა იქნება. არ ვითარდება, ძალიან ნელა მიდის ურთიერთობა. რაღაც ეს მომენტი არის, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. ხო, ემოციები ნამდვილად არის, სიყვარულიც არის, გზნობები არის, ეს არის ურთიერთობა, სადაც უბრალოდ ორი ადამიანი კომუნიკაციაზეც არის, კავშირშიც არის, ჩემი ძაღლი არ ჩერდება. მოკლედ, მაგრამ რაღაცა ერთადერთი ისე რაღაცა არ ვჩქარობთ ურთიერთობაში. რა ნაბიჯები ექნება? საინტერესო არის სხვათა შორის ადამიანის ნაბიჯები, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცა უახლოეს პერიოდში მიხვდება რომ დრო არის რომ რაღაცა სიტუაციები სხვანაირად გადაალაგოს, ცოტა უფრო მეტი აქტიურობა ჩადოს ამ ურთიერთობასთან მიმართებაში. იცით როგორი მომენტი არის აქ ნახეთ, ზუსტად რომ აღარ გექნებათ იმის იმედი რომ ეს ადამიანი რაიმე ნაბიჯს გადმოდგავს საერთოდ, რამე ისეთი შემოთავაზება ექნება, ადამიანი გადმოდგავს ნაბიჯს ზუსტად მაშინ. რა ნაბიჯი ექნება? ნახეთ, ადამიანს ემოციები ნამდვილად აქვს, თქვენს მიმართულ ტოლვაც აქვს, სურვილიც აქვს. უბრალოდ შესაძლებელია რაღაცა მომენტში უფრო ვერ ხედავდეს რა მომენტს, ისე როგორ უნდა გაართვას ამ ყველაფერს თავი, როგორ უნდა დაალაგოს, როგორ უნდა მოგცეთ სწორი მიმართულება, როგორ უნდა მისცეს ურთიერთობას. აქ ადამიანი როგორ არის, იცით, უბრალოდ ვერ ირჩევს სიტუაციას, რანაირად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ხო, როგორ შეცვალოს მდგომარეობა. ერთის მხრივ ეს არის სიტუაცია, როდესაც უბრალოდ ადამიანი გაიჭედა თავის სიყვარულსა და რაღაცა გეგმებს შორის.